სიღრმის შუაში აყვავდება კავკასიური ცაცხვი და თელს ბაღში და ბაღის გარეთაც დადგება საოცარი თაფლის სურნელი. ეხვევა ფუტკარი და სასწაული სურნელი აქვს. ეს ჯიში კავკასიური ცაცხვის ძალიან კარგია ჩაისთვის და ჩვენ სუფთა ადგილას ბაღში, რა თქმა უნდა, ბაღის სიღრმეში ვაგროვებთ ყვავილებს და ვაშრობთ. არაჩვეულებრივად კარგი სურნელოვანი ნაყენი კეთდება ჩაის ფორმით ვაკეთებთ, ჩაისავით ნაყენს ვაკეთებთ, ოღონდ ჩვენ ცივად მივირთმევთ ზაფხულში, რა თქმა უნდა. ზაფხულში შესაძლებელია თბილი ჩაის მიღებაც. მე არ მიყვარს რჩევები სამკურნალო მცენარეებზე. სულ შიშობ რაიმე არ შემეშალოს. ჩემთვის კი ვიყენებ რაღაცეებს, მაგრამ სხვისთვის პასუხისმგებლობა ძალიან მიძნელდება, მაგრამ ცაცხვის ჩაი არაფერს არ გავნებთ თუ არ დაგეხმარება. ძალიან მომწონს და ახლა დრო ჩაის ცაცხვის ყვავილის გაშრობის. ნახეთ რამხელა კუნძულები აქვს. და როგორი სურნელი დგას, აი არ არსებობს აქ შემოვიდეს ადამიანი და არ აღნიშნოს როგორი საოცარი სურნელი აქვს. ძალიან მარტივად დიდ პორცელანის თეფშებზე ვაშრობთ. ასე ვალაგებ და მეორე დღეს უკვე მშრალია. მე შუშის კილებში ვინახავ. მე კიბეს მივიდგა და კარგად ზევიდან მოკრიფავ. ასე ჭრდილში არა აქვს კაი მაინდა-მაინც კაი ყვავილები. ზევით უკეთესები ასხია. აი ნახე როგორია. აი შეგეთ. სულ ჯონჯოლივით ნაკუწებად, კუნწულებად კიდია. რა თქმა უნდა, ქუჩის პირზე არ მომინდება შეგროვება. მარტო აქ შევაგროვებთ. ეს ხე კარგად დგას მყუდროდ და კარგია ნახევრობები. საჩვენებლად საკმარისია დავაყენოთ ეს. ძველი ფარდის ნაჭრები გვაქვს და იმაზე ვაშრობ. გაურეცხავთ, რა თქმა უნდა, გრილში. ასე გავშლით და გავაშრობ. ასაკრეფათ რომ ადვილი იყოს და თუ არა პირდაპირ მაგიდაზე შეიძლებოდა. ან ქაღალდზე, ან ასე ხელი ძველი ფარდის ნაჭრები გვაქვს და იმაზე არ იკარგება. ვიჩვენებთ ნაყენს, ჩვენ როგორ ვაყენებთ და ძალიან კარგია. ძილის წინ საღამოს ძალიან ამშვიდებს, აწყნარებს, მთელი დღის დარდებს და ფიქრებს, განბევნის და დაამშვიდებს ადამიანს. უფრო სუფთა და უფრო კეთილშობილი ხე მეორე არ ვიცი, ვიდრე ცაცხვია. ხვალ უკვე მშრალი იქნება, ხა ისეთ ციცხია უკვე რომ ხვალ უკვე შუშის კილებში გადავიდეთ. ცაცხვის ჩაის თან, რა თქმა უნდა, ვაშრობთ და მთელი ზამთრისთვის ვინახავთ ბევრს, იმიტომ რომ კაფეში გვაქვს ცაცხვის ჩაი. ყველას მოსწონს და ამიტომ ვაშრობთ, მაგრამ სანამ გავაშრობთ, ნედლსაც ცოტას ვაყენებთ. წინა საღამოს უნდა დააყენოთ. ეხლა ცხელის დალევა უკვე ჭირს. ამიტომ წინა საღამოს დავაყენებთ, დუღარე წყალს დავასხამთ, ფლად ქაფქაფად ცხელს არა, რომ არ დაკარგოს ყველაფერი. ასე თავსახურიანი ქილა მაქვს და ასე შევინახავთ. მთელი ღამე ამას ასე დავტოვებთ. ერთი ღამე ამას ასე დავტოვებ და გაცივდება, რა თქმა უნდა და მიიღებს თაფლისვე ყვითელ ფერს. ყინულებს ჩავდებთ ჭიქებში. ან დილას დაყენებულ საღამოს. ასეთი ნაყენი ყინულით სასიამოვნოა და სასარგებლოა.
ჩარშამდელ ფოთლებს მთელი წელი ვინახავთ ან ქაღალდის პარკში, ან ასეთ შუშის ქილებში. ეს ტილო გვაქვს დადებული თავზე და ესე ვინახავთ. ჩვენიერი სურნელი აქვს. ისეთი არა, როგორიც ნედლს, მაგრამ ხმელსაც არ აუშავს. რა თქმა უნდა, თუ კი გაქვთ იმის საშუალება, რომ ნედლი მიირთვათ, თან არგებს, აწყნარებს, ამშვიდებს და უჭნაწლავს გულს. მე ვფიქრობ, რომ ცოტა აქაც შველის. დიდი მეწამლე მე არა ვარ, მაგრამ ასე ბუნების სიკეთეები ცოტა კარგია, რომ ადამიანმა სეზონზე მაინც მიიღოს. თუ კი ამის საშუალება არის. 40 კილო მაინც ჭირდება წლიდან წლამდე, ამიტომ ახლა დროა რომ დავიწყოთ კრეფა. ბევრია. ერთი ხიდან მაგდენი არც ჩამოდის, მაგდენი ყავია. მე მასე მაღლა ვერ ავდივარ და ბიჭებს უნდა ვთხოვო. გამეხმარო. უკვე ახალგაზრდებმა 2 წლის წინ მე მოვკრიფე და ახლა მაქსიმალზე ვეღარ ავდივარ. სამთარში შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი ჩაი, საფხულში შეგიძლიათ მიირთვათ ცივი ყინულით და გამოდის ლიმონათივით. საკმაოდ სასიამოვნო დასალებია, წამლის გემო არ აქვს.